არჩილიც. ამ სეზონს ვერ გედეიტანს გეუბნები. გაფართოება კიდე რა, ფოთვიდან ბათუმამდე ყველაფერი გადაჭიმენ მე. უპატა. კიდევ აი ჯასტინ ტიმბერლეიკი ჩამოდისო და ჯასტინ ტიმბერლეიკი დააშფის ბილეთებს კიდევ. რომანას მუსმინე კორტიში მიდი, რაც უნდა ჯასტინ ტიმბერლეიკი ნაკლებად ფერის. გამარჯობა, ეს არის მემოფანი და დღეს თუნდაც არის ჩვენთან ბათუმში მოღვაწე ფოტოგრაფები მინდია, გიო და აჩი მეგობრებო. გამარჯობა, როგორ ბრძანდებით, როგორ ხართ? თავიდან დასარევად. როგორ მოგწონთ ჩვენი სტუდია? თავიდან. აჩი ვინა? ჰა? აჩი ვინა? ის. აჩი შენ ხარ? არჩილიც. Sorry, my friend. კარგი, მოდი ბატონო არჩილ. როგორ მოგეწონათ აბა ბიჭებო ჩვენი სტუდია? გამარჯობათ მეგობრებო პირველ რიგში. რამაც გილოცავ ამ ახალ წამოწყებას. მადლობა. ამით დავიწყებ თავისთავად. იდეის დონეზე ძალიან მომწონს და ეჭვიან მეპარება რომ იმ დონეებზე ახვალ რაც რომ შენ რაზეც რომ შენ ფიქრობ რა რეალურად და სხვა რა ვიცი დანარჩენს ახლა ერთად გავაგზავნებთ რა. ბატონო, ბევრი წარმატება მინდა გისურვო. დაიხარე წარმატებები ძალიან დიდი წარმატება. მონდომებული ბიჭი ხარ, ყველაფერში, რასაც აკეთებ, ყველაფერს მაქსიმალურად ვსდებ ხოლმე შედეგს და დარწმუნებული ვარ, ამაშიც ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევ ჩემო ძმაო. როგორ შეგზავნა გიცი, ანუ დასალევი გვიდეოს და კი მისე მოგილოცე, მაგრამ ერთი აულოცოთ რა ახალი რა ჩვენი ბატონო. დანარჩენს უკვე აუვარჯოს ლამაზ გამოწყებას. იმედია YouTube არ დაგვრონავს ხომ ალკოჰოლს. ყველანაირად და რა ვიცი. ჩვენ ესაყვარლები ვართ. ჩვენ ისეთი საყვარლები ვართ. მეორეჯერ და მესამეჯერაც მოგვეწვევ რა. მომავალში ზუსტად ამ დროს ერთ და იგივე ადგილებს გადავსვით. გაიხარეთ ბიჭებო, მოდი დავიწყოთ ესეთი კითხვით. საინტერესო პროფესია გვაქვს და ხშირად ხვდებით ხოლმე ისეთ სასაცილო, კურიოზულ თუ საინტერესო სიტუაციებში, აბა და გაიხსენეთ აი ისეთი ანუ განსაკუთრებული არამე სასაცილო არამე ისეთი მომენტი. რაიმე კურიოზ ხო არ გაიხსენეთ? რომელი ერთი? ზოგადად მე მიჭირს ხოლმე და კი, თქმა უნდა. მეც ძალიან მიჭირს ხოთა შორის, მაგრამ ერთი მახსენდება რა, ერთადერთი. თან ამ ბოლოს იყო, კაროჩე, სიძე რა, სიძე იყო, სიძეს ჰქონდა ბიზნესი კუბოების. ეხტი? რა ქვია კუბოს? არა, კუბოს რა ქვია? სასახლეების ბიზნესი ჰქონდა მოკლედ და დილით ახლა სასტუმროში ვზივართ ეს ფოტოვიდეოგრაფები ყველა ხვალზე ხარ და მიდის განხილვა რომ ბიჭო სეზონი ჩავარ და მუშაობა ვაფშე არა, კახა იძახის რა ჩვენი და ამის დედავატირა, იმის დედავატირა მუშაობა ვაფშე არა და მას უყურებს ხვალზე ხარ და ძმა შენთან არის ეს ხანდახან მაგ ფერითემებიო ხვალზე ხარ რა? კუბოების ბიზნესი აქვს ძმა. დაждებიას და აუ ვინმე არ მოკდა ამის დედავატირა. ვიღაცის სიკვდილზე როა წყობილი შენი. აჩი, ბოლოს გამოვდივართ ხვალზე ხარ თან ხარ გავსწორდი თავისთავად გადაღების მერე გამოვდივართ და რომლამე დაგჭირდა აგერ ვარ კი ისიო მადლობა 100 წლის შემდეგ პრობლემა არ არის. მომეცი მე რა საქმე ის ვარ თქვენ ბიჭებო რავი ახლა მაგალითად კურიოზი არ არის, მაგრამ წარეთაც და სასაცილოდაც მახსოვს ის მომენტი. თვალი რო ჩამილურჯე. მოგახსოვს გადაღებაზე ობიექტი. რას ვაკეთებდით მომენტი აუ, უბრალოდ სკამზე ვიდექი, სიმაღლიდან უღებდი პატარძალს და რატომღაც გადაწყვეტე შენმა ძმამ და შენ რო ჩემთვის ხელი მიგეკრა და საწოლზე დავცემული ყავი, მაგრამ აი ჩემი კერძო კინის ობიექტივი პირდაპირ თვალში გავიწევ და მე მთელი რესტორანი ყინულით მოზაურით. ამა თვალიო და მე ყველაფერი გავახსენე. მაგას ვერ მოყვეთ. აი ეგ ისეთი კურიოზია, წარედ მახსოვს. და ეგ არ შეიძლება. ისეთი სასაცილო იმდენი რაღაც მინახავს სახელიც ისე დაждდა რა. ერთ-ერთი რავი ძალიან სასაცილო ხა ვერ მიხსენებ ეს მაგრამ მომენტში მაგრად გამეცინე თან რა. ოღონდ ჩელის ხომას ვიღებ რა. და ეს ბიჭი ვინც არის ჩემი მეგობარია რა, ვიცი აქ თავის საკუთარი საშაურმე აქვს რა. და ხელის ხონის მომენტი აქვს, აი დიდი ალბა იმით მონდომებით შეამზადა ეს ყუთი რაღაც უნდა ჩუქო ხოლმე ხარ ეგეთ რაღაცა. ხდება ეს ცერემონიის დრო ახლოვდება ასე ვთქვა და მიდის ესე გახსნა შაურმა ზომა და თავისი რეკლამა. ანუ პიარი გეიგე. ამოჭერი მაგის და
კი არ გეკეთე. არა თქვი სახელი აქვს შაურმის. ანუ იმის თქმა უნდა მაგით რა სუნთხოვდა რა აი გადამიღე რაღაც შაურმის თემაში რეკლამა რაღაც და გაგაკეთებია რეკლამა გაჩითა აჩი რეაქტიული კი ბატონო მეც მოყვები გიოს სანამ ველოდებოდით 4 გიგაბაიტი წავ. შეიძლება მარტო ჩვენ არ გვანაპარაკეთ. ხო ანუ იყო შეიძლება იცოდეთ არ ვიცი სოფელში ვართ გადაღებაზე რა მე და ხვიჩა ასამბლაძე მაშინ იქ ვიყავი მაშინ სადაც და ხო და ვართ სახში ანუ სადაც ანუ ტრადიციებს და რაღაცებს პატივცემენ ახლა ისეთი მოწესრიგებული ოჯახია და პატივსაცემს რო შევედით ახლა პატივსაცემ ადგილზე ბებოზიის რა ვერ გადაადგილდება კი მოხუცებულია და შემოვიდა სიძე შეხვდა პატარძალს რა ვიცი ყველაფერი მიესალმეთ ბებოს მივიდა ჯერ დაჟე ისეთი პატივცემული ბებო ჯერ ბებოს მივიდა გადაკოცნა მე მივიდა პატარძალს გადა დადგა ულოცავს ხალხი ახლა ნუ ჩატარდა ყველა ცერემონია და ბოლოს ახლა ბებომაც დალოცოსო გიგე და ბებო მარიკადრე ახლა დამჯდარი აქედან მივალო გვერდითო თხოვა იქა ბიძებს რომ მოდენ ბიძებმა ხელი და მიიყვანენ ახლა პატარძალთაც და წვილით გავს და ხვიჩა ფოტოს იღებს მე ვიდეოზე ვარ ხვიჩას კამერა აქვს გაფუჭებული რა არ მუშაობს კარგად და ანუ ფოკუსის გასწორებაში აი ხრიკინებს და მოკლედ სადაც შეიძლება იქვე გაუფუჭდეს რა არის მაგის შანსი და ხან იღებს ხან არა და ახლა დადგა გადასაღებად ბებო დგას აქეთ სიძეები რაღაცა იქეთ მისი შვილიც დგას და მე ასე გვერდით ვდგავარ და ეს ხვიჩა მეუბნება რომ აიო ბიჭო დიდი დრო არ უწერია ამას რა მეუბნება ახლა მე ამას მამაღლა რა ახლა წარმოიდგინე ხალხის სიტუაცია რომ ანუ დიდი დრო არ უწერია ამას 100 წლის არის ის ბებო რა ეს ამბობს ლინზაზე იმას ხალხს გონია რომ ბებოზე ამბობს და მე ახლა კი მივხვდი მაგრამ ხვიჩა ჯერ ვერ ტვინავს მაგას რომ აი ეს იმაზე შეიძლება ვიღაცამ წარმოიდგინოს და მე რომ არ გამევაპასუხო ხალხის რეაქცია არის არ გამოვეპასუხო არა ხალხმა გახედა მაგრამ ეს არ უყურებს გეგე იმა გლაზოკშია გახედილი და გლაზოკი კი არა და რა ქვია მაგას viewfinder ვიზე ხო და არა გამო რა არის არ გჯერაო ამ სეზონს ვერ გედეიტანს გეუბნები რა დაყლებილი თვალებით უყურებდა იმას მედია დაუჯერებს სანამ გაროჩე ხალხმა მოწვა რაზე იყო საუბარი კაი კურიოზულ სიტუაციებში აღმოჩნდა კურიოზები ზოგადად ისეთი რამეა რომ ვერ ვიმახსოვს თორე აი გადაღების პროცესში იქ ხო მართლა ტირი დილიდან თან ყველა ქორწილშია უეჭვე ტირი დილიდან მორჩა გაიხსენეთ ყველაზე უცნაური ნივთი ან პოზა ან მდგომარეობა რაშიც ფოტო გადაგიღიათ რაშიც როგორაც და ანუ შეიძლება პოზა იყოს შეიძლება პოზა ჩვენი თუ მათი ორივე შეიძლება ის ნივთი გამომიყენებია ეხლა უნდა გამოვიყენო ის მეჯვარე გამომიყენებია მე შენაძველი მაგას ამერეკლის მაგიურა და ჩვენი ყავი გონი ერთად გონში არ მახსოვს რა პოზაზე ეხლა მე უნდა გამოვიყენო ის გონი ფოტოგრაფი რო იყოს სუპერგმირი ან თქვენ რო იყოს სუპერგმირი ფოტოგრაფი რა ძალა გექნებოდათ ანუ სუპერგმირი შევშილეს გზნობის მოკლა მაგალითად ეს ერთი რაც შეიძლება მეორდება და გვექნებოდა არ ვიცი მამა ნერვები ნახდა არ გვექნებოდა ხო და ასევე ჩვენ სუპერგმირები ვართ და ძალა გვაქვს ანუ რო ფოტოგრაფი ხარ უკვე ხარ რამე განსაკუთრებული ნიჭი არ ჭირდება მაგაზე არის სუპერგმირი რო გავხდეთ მამა ესე გავასწორებდი კაბებს იმენა ეს დამჭირდება კაბის გასწორება კაბის გასწორება და კამარო დაალაგდეს მაგრამ რეალურად ეხლაც ვაკეთებთ რამდენი ასე აკეთებს სხვა რამდენი ანერვიულები პატამზალი შეხვედრია რამდენი სევდიანი მაგრამ ჩვენი საუბრით ყველაფერთ გამოგვისწორებია არა უკვე ჩვენ მაგას ნიჭი უნდა ნერვები არ გვექნებოდა რას დაარქმევდით თქვენ კამერას რა შევის მე მაგალითად აი ამ კითხვაზე ეს დაუმალე იმი არ გაცნობს რა დადეც მოდი წეგარო გეუბნებოდი დასაწყისში ამ კითხვაზე ვიფიქრე რა ეს კითხვა ხო ჩემს კამერას დავარქოვდი ჩიტის ბუდეს და მივხვდებით ალბათ რა ყველა ელოდება რომ ჩიტი გამოფრინდება ჩემი კამერიდან რა ჩიტის ბუდეს ხო შენ რას დაარქვევდი შენ კამერას უბრალოდ ვიცი ტენის მონდის აზრი თავში გლადიატორს რა ვიცი შეუჩერე აჩი შენ ტანჯულა ბავშვი ტანჯულა აი ტანჯულა ბრა ტანჯულა კარგია ტანჯაუტ კამერასიდან კი ვარ ტანჯულა კი ვარ ტანჯულა მე არა ტანჯულა მეც არ ტანჯულა თვითონ მე ვიტანჯები ზოგადად და მე მასაც ტანჯულა ხო კი ბაზარია ადრესზე ვიტანჯები და გიო ზოგადად სასიამოვნოდ მუშაობს მე რასაც მომუღე ხო აბა რა მე რა სასიამოვნო არა გიო იღლება ტანგ რაღაცა გასწორება გამოსწორ რო გამოდის ნაზად გააკეთებს ფოტოს რომელ ლოკაციაზე
იყიდება ყველაზე კარგი პერაშკი. ქედა რაღა იყო და ჩაქვი. მახინჯაურში. ჩაქვის პერაშკი ჩვენთვის. მახინჯაურში წყიდულობ ხოდობს. არა? შეცდომა. ახუნცეთის ხიდს რო გაღაცდები. იქით არ დავდივართ ჩვენ ბოდიში. როგორ არ დავდივართ? ჩვენ ახუნცეთის პერაშკები. არ ვიზვამი არ ვარაკაო. არ ვარაკნავ ხო. რაში გამოგდგომია რომ ფოტოგრაფი ხარ გარდა იმისა რომ ყველაფერში რა. ყველგამწვანებულს. აუ მეც ანალოგიურად. ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი ჯერ ამით. არ მინდა ეს მატერიალები და რაღაცები ნახოთ ამ ჭირდება, მაგრამ აი მართლა ვგრძნობ ან ადამიანებისგან მართლა ვგრძნობ რომ ხალხს ჩვენ უყვარვართ. კი, ბაზარია. ბევრსაც ვძულობ. ამაზე ამის გამო დიდ მადლობას. ძალიან ხშირად უცნობი ადამიანები გასალმებიან, ეგ ძალიან სასიამოვნოა. სათვალესო ვიკეთებ, მე ცოტა ისე უგზნობ თავს. იმიტომ ვიხსნი ხოლმე, რომ სულ ესე არ ვილაპარაკო. აი ახლა ასე ამოვა მეგობრებო არხის სახელი. ხო და გამოიწერეთ. სადაა ზარი? ზარი. დააკლიკეთ. ამისთვის მოგცემ. ზარი კი არა, ვისკისა და გამოიწერეთ ეს არხია ესა. კიდევ ერთხელ გაუმარჯოს ამ ყველაფერს. გაუმარჯოს. აკვე შეგახსენებთ რომ თუ გაქვს სურვილი რომ შემდეგ გადაცემაში მოვიწიოთ ისეთი სტუმარი რომელიც თქვენ გინდათ, შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში. შეგახსენებთ გადაცემა დაიდება ყოველ პარასკევს. ანუ ამდენი ხანია რომ ზიხარ და კითხვებს ვამ. 1-20 წამი ჩვენ ცოტა გესვათ კითხვები არ შეიძლება? ახლა შენ რამდენი კითხვაც დასვი? მაგათგან ორ კითხვას უპასუხე შენ. რომელს აბა? კამერას პირველი მაგალითად კამერას რას დაარქმევდი შენსას და მეორე ბოლო კითხვა რაც დასვი ის. შეწითელს ალბათ ხო რედი. კამერას რას დავარქმევდი? წითელს. ჩემი კამერა არის ზოგადად ძალიან მძიმე. ვიცი, ექსიკი. და აი რაღაცა მძიმეს დავარქმევდი ყველა ვარიანტში. ტყვიას. 5 კილო ყოფილა იქნება მანიშნეს. 5 კილო კამერა, აი 5 კილო კამერას ვათრევთ ყველა. და მეორე კითხვა რა იყო კიდე, რომელზეც უნდა მიპასუხა? რაში გადგია ფოტოგრაფობა? ხო. ვიდეოგრაფობა რაში მარგია? ხო. რაში კარგია. რაში მარგია არ ვიცი, მაგრამ ერთი მავნებლობა აქვს ვიდეოგრაფიას. რა თქვენ ხო გეუბნებიან რომ ჩაჩხაკუნე და ჩაჩხატე. ჩაკხატე. უარესი მე საგავერე. ვარ, აი უარესი საგავერე. ანუ ყველა შეიძლება არ იცის, მაგრამ აი ამ ხელა კამერით ვდგავარ, აი ამ ხელა ლინზაზე მოდან დიდი მონიტორი და რომ მივაძმა, ძმა გადამიღე ერთი. და ამ დროს რამაც ის. აი მაგ დროს რა ვიდეოს გთხოვთ თქვენ გადაღებას? არა, აი ყველა ფოტოგრაფი გონია, ანუ ვიდეოგრაფი ზოგადად ხმარებიდან მოგებულია. მე სურათი. გადამღებია და всё. გადამღებია და всё. სად ხედავთ თქვენ თავს დაახლოებით და 5 წლის შემდეგ? მე მაგალითად ეხა იდეები და გეგმა საერთოდ ესე არ შეიძლება რომ განიხილო მიხდი და განაზოგადო. მაგრამ ერთს გეტყვით რომ აი მასშტაბებს უნდა გავუწნე რა. მასშტაბი. დაუცილებლად გავუწნე. და რაღაც ხრივ გავფართოვდით ამას. ხო, რაღაც ხრივ შეცვლილი იქნება ჩემი ყველაფერი რა. სტილიც. ანუ სიახლეებს ველოდოთ. აუცილებლად. გიოშე? გაფართოებას პირველ რიგში რა ვიცი, კარიერის ხრივ. რა გაფართოება კიდე ძმა, ფოთვიდან ბათუმამდე ყველაფერი გადაჭიმე მე. და გაფართოება. პატარა. რამდენი კილომეტრია? ვიცი რა. დამამატ. მიდე. არა ბიჭო, მაიგეგმა ცოტაა ძმა, რაღაც დაამატა. არის კი, ბევრი იდეები. ანუ კაია ზოგადად. წინასწარ არ მივახსოვს. ხო, წინასწარ ლაპარაკი კი ბატონო. გაფართოება უბრალოდ ამ ხრივ რა, ამ სფეროში სადაც მოვაწეო. სტუდიის გაკეთებას არა. თუნდაც ერთ სტუდია, საზღვარგარეთ მოვაწევის გაგრძელება და ამ შემდეგ. კი ბატონო, მედებაში. სათვალე გავეკეთო და ისე დავიწყო. თუ კომფორტულად გძნობ გაიგე. ახლა რეალურად პირველ რიგში ერთადერთი რაც მინდა, უბრალოდ გვინდა რომ მე და ტუზე ჩვენი სტუდია დავასრულოთ. იქ შევიდეთ. სტუდია არც ერთი მეგობრებო. და დანარჩენი უკვე სიმართლე გითხრა ჯერ კამერა უნდა ვიყიდო არ მაქვს. კამერა არია, ყველა კოლეგას მოვიკითხავთ და ყველას უსურვებ წარმატებებს. ზოგადად კარგია რომ ბევრი ვართ. ზოგჯერ შეიძლება ფეხებში ვედებოდეთ ერთმანეთს, მაგრამ მაინც მიყვარს ერთმანეთს. კარგია რომ ბევრი ვართ, ყოველთვის კონკურენცია. კონკურენციას ვერ დავარქვი ამას. არის რაღაც მუხტი გაქვს, რომ ვიღაცაც აკეთებს, შენაც აკეთებ და ცდილობ რომ მართლა ისე რაღაცა ისეთი განსხვავება. ყველა ერთ დიდ ოჯახად გხედავს. საქართველოს ფოტოვიდეოგრაფების ჯგუფი აიღე და ქუთაისის და რავი ბიჭები, короче, ყველა ჩვენები არიან. კი, მაგრამ ბათუმში რო კოლეგიალობაა, ხო? არსად არ არის. ამდივად არსად. ძალიან კარგი. ეს ჩემი ქალაქი ბათუმია. ამას იმედია მარტომი არ ვამჩნევ. ჩემო ფოთელოძმო კაცო. ბოლო ერთი კლასიკური კითხვაც რას უსურვებდით და რას ურჩევდით დამწყებ ფოტოგრაფებს და всё. კითხვები ბოლო იყოს, მოდი რომ ძალიან დიპლომატიური საუბარი რო არ გამოგვიიღოს. ერთადერთი რაც ვიცი და ისიც მჯერა, ჩემი გადმოსახედიდან გეუბნები რომ არა, მთავარი არის მონდომება. უნდა მოინდომო და გააკეთებ.
გინდა დამწყები იყო და გინდა არადამწყები და გინდა პროფესიონალიზმი. თუ რაღაცა გინდა, ის უნდა გინდოდეს მაქსიმალურად. ნახე, კარგია, მომწონს, მაგრამ რაღაც მხრივ ცოტა მე მაგათაც დაბალი დონიდან დავიწყე და ყველაფრის ფასივი სწავლე უფრო ისე რომ პირველი რომელი ელიტ ელექტრონიკში იყავი? პირველი კამერა რაც შემოთხოვა 3100 თუ 500 კი ზაო მახსოვს ეს იყო პირველი ნამიჯერი კი მაქედან დავიწყე ანუ ჯერ აჩი იყო ფოტოგრაფი კი აჩი იყო გიო შენ რამდენი წელია მოღვაწე ბიჭო დიდი ხანია რა ესე ვთქვათ რა როგორ არა რა ვიცი ამდენი მაინც აბა შენ ამდენი წელია 2-3 წელი ანუ მინიმუმ 10 წელი მაინცაა ჩემიც ჩემი ფნაკლები უეჭველებით მე რეალურად ფოტოგრაფია ანუ გამოდის რომ ყველაზე სტაჟიანი აქ მე ვყოფილ ვარ ანუ კი ეგრე გამოდის რომ მეც 10 წელი ალბათ რა რაღაცა რეალურად იმიტომ გითხარი წერა მე 8 წელს მოდი ერთ რამე აღვნიშნოთ რომ არა აქვს მნიშვნელობა რამდენი წელი მუშაობ არანაირად შეიძლება ერთ წელიწადში ისეც მიაღწიო ანუ შენ სწორად აღნიშნე რომ მონდომება ყველაზე მთავარი რა შეიძლება მე ვერ ვქენი ის რაც უნდა მექნა 15 წელში მაგრამ შენ შეიძლება 3 წელში შენ ძალიან კარგი რომ ანუ დღეს ანუ მართლა ჩვენ რო 10 და 11 წელს დავიწყეთ მე ჩემ პირადად რომ ვამბობ ჩემ პირად მაგალითად რომ და შენ ხო საერთოდ ჩვენ 18 წელი ხო მაინც კაი 15 არ იქნება 15 წელს წინ სად იყო ან შენი ფოტო ვიდეოგრაფების იგი რა ქვია იმას ონლაინ კურსები ან და ტექნოლოგია კი ბატონო ტექნოლოგია ახლა არის უმარტივესი YouTube-ზე დაწერე how to დამთავრდა ყველაფერს შეგიძლია რომ ისაუბრო მაგრამ ფოტოგრაფი ვინ იქნებოდით გიო ფოტოგრაფი არ ხარ ვინ იქნებოდით მენა მოგვარი გაწდა არ ხარ ფოტოგრაფი რა ვინ მანამდე ვინც ვიყავი არა ვინ იქნებოდი რო არ იყო ფოტოგრაფი თქო წინაცხოვრებაში იურისტები რაც ქონდა ეგ ალბათ ის რა ქონდა პროფესია IT-შნიკი ვარ პროფესიით IT-შნიკი Windows-ს გადამიღენე კი აი კომპიუტერი შენია ჩემია ჩარტა მათამაში ჩარტა ვერა დატა არ არის თამაში მათამაში რა ჩავწე ეჩაწე ჩავწე კარგი შენ ვინ იქნებოდი რო ყოფილიყავი რო არ ყოფილიყავი ფოტოგრაფი მე დარწმუნებით ვისეო მსახიობი ვიქნებოდი ან ჟურნალისტი აი შენ იქნებოდი რას ვისურვებდი ანუ საკუთარ თავს ვისურვებდი ისეთე პრაქტიკულად რა ვიცი კი მომწონს ისე მართლა ფოტომოდელი იქნებოდა შვედურად წავიდოდი ძმა გემზე ვიქნებოდი კაპიტანი დებიური ბათუმელია ანუ მე შემიკვეთავდი კორწის მე რა ყველა მეზღვაური ვიკვეთავს კი ბაზარი ორ დღეში მივდივარ გემზე ზმა და მოვასწარი რა კლიპი მახვედრე რომ მე იქნება აი გეგონება რომ ეს კლიპი არის გემზის საბუთივით რა აიტანოს უნდა კაპიტანსაც მე კლიპი მაგ გამიშვებ გემზე შეცდომაში იმან შემიყვანა რომ მე-9 კლასში ვიყავით მე მგონი რომ რესტორანში ვმუშაობდით კაროჩე და იქ ძველი ფოტოგრაფები რა ეს გუდუ ახო ყველა ბიჭები თქვენ რომ მოდიოდით კაროჩე ჩვენთან სტარიკები ჩვენთან რომ მოდიოდით იქედან წამომივიდა ინტერესი თორე ვისწავლედი ძმა მე ახლა რომ მე ვერ ვისწავლედი ხო ისე პირველი ძირითადად ხო ქორწილებს ვიღებთ რა ჩვენ ხო ასე გამოდის და რას ურჩევდით ანუ თქვენი რჩევა რა იქნებოდა პატარძლებზე ერთი კონკრეტული რჩევა არაფერს არ უნდა ინერვიულად ნდობა თვითონაც ნუიწვალებენ და ჩვენს რო გაწვალებენ დიდი კავებით მე ურჩევდი რომ უფრო მეტად ენდობოდეთ იმათ ვისაც ამ დღე უნდა თუ ეს დღე ანდონ და გაუხარდეს ესე იქნება სეში უნდა გაუხარდეს ხო რა უნდა იყოს თავისუფალი მარტივი და იყოს ის ვინც არისა და კიდევ ურჩევდი რომ ლუკიდან არ ამოძურეს ქორწილის დღეს მოგი ცოტა დაიძინოს კიდევ ეგეს მე მოკლედ ეხლა შორსა გვიყვანს ამაზე საუბარი ბევრი რჩევაა რაც შეიძლება ადამიანმა გაითვალისწინოს ასე რომ გადავედით შემდეგ თამაშზე ჩელენჯზე რაც ქვია ეხლა ჩვენ გაჩვენებთ ფოტოებს შევარჩიეთ ფოტოებს ოღონდ დაბლარულია არ ჩანს ვინ არის და რა არის ფოტოზე და თქვენ უნდა გამოიცნოთ რა არის ფოტოზე ჩვენ სფეროზეა ჩვენ სფეროზე ყველაფერი შეიძლება იყოს ჩვენ არ ვყურებთ ხო პირველი ფოტო ჯონი ბათუმელი ისე გავადიდოთ ვინ ჯონი ბათუმელი ჯონი ვინ არის ფოტოზე არა ყველა ვერსია უნდა თქვა ჯონი მინა ვაფშე ყველა ვერსია უნდა აუზი რაღაც ყველაფერს ვიცმევს ან დაბლარული სუნი რო აქვს 2 კილომეტრის მოგვიწია ძმა ეს არის არა მასე ახლოს ვისით ვერაფერს ვერ გაარჩევთ შეიძლება დიდი დაბლარული ფოტოს რაც უფრო შორიდან უყურებთ ბიჭებო უფრო კაია ამიტომ ჩემი აზრით პირდაპირ ვთქვა რომ კონკრეტულად ეს ტიპი ვიღაც არ არის და ადამიანია აი მინიშნევა მოგვეც მისმე მინიშნევა მოგვეც ანუ ადამიანია ანუ შენ გაქვს ვერსია ჯონი შენ იყოს ჯონი რა ადამიანი კარგი ახლა ცოტა გავამკთალებ
თან ეგრე გვიმარტივებ. ეგ არის. ჯონია, ჯონი. ეხა გამახსენდა ეგ არის. საიდან მოიტანე? ჯონსონ. ბრაზილიის ფანი. შემდეგი ფოტო. ეს მინდია. ოპა. ან მე. ვინ არის ფოტოზე? ენრიკე იგლესიას. რავი. გაამარტივე? ანუ არ გვაქვს ვერსია. არა, გაამარტივე. აბა. კაი, ცოტა მომატე ფოკუს. ჯონი. კიდე ჯონი. ჯონი. პენა ვარტე ჯონი. დაგასრო. სამასლა ზარდე არ დაურყავს ბრატ. გიო ახლა არ თქვა არ ვიცნობ. კი. ერთად ვიცი. ამის შემდეგიც ჯონია? გაგაცნობთ, გამოდი აგერ ქუჩაზე იშოვე. ამის შემდეგ ალბათ ვინ არის ფოტოზე? ხუჩა ასამბაც. ხუჩა ეს უეჭველი კი. ხავა უჭირავს ხელში მგონი ესე. რა გინდა? აი ახლა შემდეგ ფოტოზე არ ჩიზადროვეთ რომ რამე ვერ მიხდა. გაურკვევი. ისე ძლივს ვიყურები მარჯვენა თვალი მაქვს დაჩვენი. ძალიან სიმპათიური. აჰა და მიხვდით ბრატ. არ ვიცი. ნადიმ. არა. ელეგანტური კაცი. არა ეს ტიპი. სვამოფია რაღაც. ვინ არის აბა ფოტოზე? აი ცოტა. ვინმე არის ვიღაცა მელოდია. ეს ფოტოები აჩიმდაბლა რა ამ დონეზე ხო? მელოდია ვიღაცა. ჩვენმა პროდიუსერმა. ესენ გაფუჭებული კამერითაა გადაღებული. არ გვაქვს ვერსია. ეს. კი ხუჩა მაღლაკელიც. ეგ არის ხო ხუჩა. მართალ ზანებთ ხუჩა მაღლაკელიძე. ამას რა უნდა საიდან იცოდა თუ რა ხდება? მე ჩაწყობილი. ეს მზისინათლეც. ჩიტი. ნიუთია? ფლამენგო. ვერსია. ყველამ თქვით, გიო, თქვი ვერსია. არ გაქვს? თეთრი არ შეიძლება. თუ არ გაქვს გავა. ბიჭო, მეტანი ის არის რა, ანუ დაბურული ისეთ გაქვს, რომ აი, კაროჩი რა, 1000 რებას კატა რა. ზაღლი. კურდღელი. თეთრი ჰასკი ზვაო, თეთრი ჰასკი. რა შეიძლება მიამსგავსო რა ვიცი. თეთრი ჰასკი. აი გადარა. კუპატა. კუპატა მომაასვა. კუპატა გაიჩი. ხონებულია. ჩვენი საყვარელი ძაღლი, ბათუმის კოლორიტი. მე რო ვიყო ბათუმში. ზონა საპატიო მოქალაქეობას ზონაიყოს მიანიჭა საპატიო ზაღლია. ზონაიკი ნამდვილად. ვინ ეს მართლა ენრიკე იგლესიასია მგონი. მოვიცავ ვიღაცას ფოტო მაქვს ეს ნახე. მეც, მაგრამ უნდა გავიხსენო. ეს მე ხო არ ვარ ვიცი. რა შეგედი შენ რა რაი ხო, მაგრამ რა ვიცი ახლა გაზვაში მქონდა რა. ეს ველი ფოტო ამოიღე შეიძლება. ტუღუში როა ვიღაცა კომედი შოუს. ანუ გავამარტივოთ. მიდი. გიო ნაკაშიძე. კი ბატონო. ერთ-ერთს მეც გამოვიშვენი ძმა. გიო მოკითხვები. ანჯარა რა ვიცი, ანჯარა. ამბარა უნდა იყოს. გამარჯვე ვერ ამაზაზია. ანუ ფორმა რაღაცას უნდა მიამსგავსო. შენ ახლა ქულები უნდა დაგეწერა. ყველა აფერს. შენ ქულები უნდა დაგეწერა. დამკა. რის? დამკა ძმა. დამკა არა. დამკა რა. მაშინის მეორე რა. შოკოლადია როშენის ფერერო როშენ. ყავა სუმბათას. შენ ჭოროხის ყავის მემუარიცი ვიცი. არა, ვიცი ფოტოშოპი. გორ ფოტოება. სუმბათას ყავა. კაი, მე კი ვიცოდი, მაგრამ თავიდან ჭადრაკს მომენტის კოლორიტი ბათუმელის ეს აი ხა. რა ვიცი ახლა მომზადდა. ასხედავთ ფოტოზე. ვერ ვხედავ. ოაზისია. ანუ რაღაც კონკრეტულ ასოციაციას არ იწვევს? კი, რაღაც გვალია ხო. მაგას ვერ ვიტყვი. Just a moment. კაი, მიდი იფიქრეთ მე ვიცი. აუ, ახლა რომ წარიწოდეს მასე იტყოდი. კოვასანია თუ ბაკლავა ვერ. რაც ეგეთია ალბათ. აჭარულია. კრევეტ. არის კრევეტი ეს. ბიჭო, რაღაცა ეგეთი თემაა რა. ჭიქა. არა, ჭიქა. აუ, მადამ ბოვარია? რა მადამ ბოვა პიურა საჭმელია, იგი ბიჭო რა. ბორანო. აი შენ, აი. ამას ბორანო. იბინებს ხრი. ეხა გიო დაიშაგრა ბორანო არ ეცემა. მაგნა ჩამ. ეგ ჩემი პენის სირცხულია ეს რა. ეგ ჩემი. ბორანო. ისე ამისა რატო ესე საჭმელიაო მიხო. საჭმელი ის. შენ 20 საათი გაგაშადა მე ვერ. რაღი ბიბინებს. იაღი ბიბინებს. უდაბნო. უდაბნოშია. ვინ იყო ბოლოს უდაბნოში? სევდამატია. არჩი უდაბნოში ვიღაც კვადროციკლზე ზის სავარაუდოდ. წითელ კვადროზე ზის. კი. თეთრი. კაბააცვია. ოდნავ. ოდნავ. ან რაღაც ხომოფია. ოდნავ. მიდი ოდნავ. ოდნავ. ეგ არის რა ვიცი. ოდნავ მიხვდები ხა. მიდი აბა. არა, ოდნავ ირაკლია, შენი ძმა ჩამალული გადაღების დროს კუთხეები და როი.
გვეგაიფები, აი ეს ირაკლია. ეგ არის, მაო, ხო გეუბნები. აი ეს ირაკლია კვადროა იმ ხელა. მე ვერ ვიცანი ბიჭო, ალადეც თქვენ. კარგი, ყველაფერი ხაი ფეთრები აქვს, კვადრო და უდაბნოა და რატო არ გიდევს? წაგებლატავა მაინც ეს ეს ფოტო გიდევს, არა ეს სწორად ზიხარ. ისეთ დროს დავდე უბრალოდ რომ არიც თქვენ. ძალიან კარგი. მაგარი ფოტო. კიდევ არის. ეს ისა. მამოთ ალი თუ ნინო რომელიღაც ერთ-ერთი. ალია თუ ნინო ისეც უნდა გამოვიცნოთ. აი გაერთიანებული არის. მე ვადროვებ ბიჭო. გონი მორჩა ეს ფოტოებიც, კი ბატონო. უფ, კაი. ბოუჩით ფოტოების ჩელენჯს. როგორ მოგეწონათ ფოტოების ჩელენჯი? მაგი მინდიას კითხეთ. გამარჯვებულს თუ არ ფიქსირებ. მაგი ისე სხვათა შორის ყველაზე ბევრი ვერსია. საინტერესო იყო ნამდვილად, კი. კი ბატონო. ნამდვილად. მინდიასთან ცეცხლთან. ეს მიდია რატო ის ასე ცეცხლთან, დენთან, მინდიასთან თამაში არ შეიძლება. მოდაფილესი გამიგეთ. ესე დაჭუჭული თვალებით უფრო ხედავდა. შორს ხედველი ვარ და ბლარშიც გავატარე. მოკლედ, მეგობრებო, ამით დასრულდა ჩვენი სტუდიის ნაწილი. მადლობას გიხდით დღევანდელი სტუმრობისთვის. რამე სათქმელი თუ გაქვთ? პირიქით. მადლობას გეტყვით შენ. კი ბატონო. და მემო პროდაქშენს. მემო გავერთე და წარმატებები კიდევ ერთხელ. ძალიან გავერთე, ვართლა კარგია. ესე გააგზელე. ნუ შემდეგ წელსაც მოგეწვიეთ ჩვენ. და რა შეიძლება მეგობრებო, ჩააჭირეთ ლაიქს. ჩააჭირეთ ლაიქს და გამოწერეთ. გამოიწერეთ არხი მეგობრებო. და ზარის ღილაკი გააქტიურეთ. მოგეწყინათ, სახში ხართ, მოგეწყინათ, არიცით რა ქნათ. ჩართეთ რამაზეს არხი და უყურეთ ვიდეოებს. გაერთეთ, მემოფანი. მოკლედ, სულ ეს იყო მეგობრებო, ეხლა კი დავემშვიდობეთ ჩვენ სტუმრებს და გადავედით შემდეგ სიუჟეტზე, რომელიც ჯერ არ არის ჩაწერილი. არა უშავთ საერთოდ. ეხლა ესე ვიჟდი. მეგობრებო, მადლობას გიხდით რომ გვესტუმრეთ. მინდა გისურვოთ წარმატებები, კარგები ხართ. ამით მორჩა დღევანდელი სტუდიის სიუჟეტი, ეხლა კი გადავდივართ შემდეგ უფრო საინტერესო და უფრო კარგ თემებზე, რომელიც აი ეხლა ნახავთ. კარგად იყავით. მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ჩემი რუბრიკა ერთად ვნახოთ და დღეს ჩემი სტუმარი არის, აბა თუ გამოიცნობთ ვინ არის? მარიამი! გაბი. ესე იცნობენ TikTok-ს. აბა მარიამ, როგორ ხარ? და მიხარია რომ ხარ ჩემი რუბრიკის სტუმარი. სიამოვნებით. დღეს ჩვენ გვექნება ჩელენჯები, რომლებშიც ძალიან უხერხულ რაღაცეებში შევეჯიბრებით ერთმანეთს. მზად ხარ? რა თქმა უნდა. და აბა წავედით. ჩვენ ახლა გადმოვინაცვლეთ ერთ-ერთი მოლის პარკინგზე, სადაც გვექნება პირველი ჩელენჯი. ეხლა ჩვენ გვეტყვიან მანქანის მარკას და ნომრებს. უნდა ვიპოვოთ ამ უზარმაზარ პარკინგზე ეს ავტომობილი. Toyota ნომრით 3-4-იანი. Toyota ნომრით 3-4-იანი. აბა წავედით. დიდი ალბათობით ძალიან შორს ვერ წავიდო და ასე რომ სადღაც აქ უნდა იყოს 3-4-იანი. Toyota 444. მე უნდა დავასწრო, იმიტომ რომ ზოგადად წაგება არ მიყვარს. აქეთ არა. ვაიმე, აქეთ არა. წავ. არი! იპოვე? ჩემი არაო, არ წავა. არა, 4-იანი, 3-4-იანი. საერთოდ აქ დგას, ხო არ წავიდა. მართლა ხო არ გავიდა? მარი აუ, მე მგონი იპოვა. გონი. აი ამანქანას ხო არ ეძებ? ამანქანას როგორ წინასწარ თქვი, რა თქმა უნდა, მე ვიპოვე. ისული ვიყავი, მანქანასთან მივედი და წამოვედი უკან ერთი მანქანის უკავიდე. და მე წავიდა ის ჩემ მხარეს და მიაგდო იმა. ანუ აქ მისული ვიყავი და უკან დავბრუნდი, იცი? აი ეს ცილის ნიშანია. დაგითმენ. არაფერი მიზანს სანამ ბოლომდე არ მიაღწე, შუაგზაში არ უნდა გაჩერდე. გილოსავარი პირველი ჩელენჯი შენ მოიგე, მაგრამ ყველაფერი წინ არის, ჯერჯერობით. მეორე ჩელენჯი არის, უნდა ვიპოვოთ ძალიან განსხვავებული სახელის მქონე პიროვნება. მარიამის მქონე პიროვნება, გოგო მარი. და უნდა გადავიღოთ მასთან ერთად სელფი. წამზომი, ჩაირთო. მარი ხო არ ქვიათ რომელიმეს? მარი ხო არ ქვიათ რომელიმეს? არა. უკაცრავად. მარიამი ხო არ ქვიათ? არა, ვინმე სხვა არ ქვია, ხო არ იცი?
არჩი. გამარჯობა, მარიამი ხარ ქვიათ. აუ. მარი ხარ ქვიათ. არა. კონსულტანტი ხარ ყავთ მარის სახელად. გვარით უყავთ. სულერთია მთავარი მარი ერქოს. მარი ყავთ. მოძებნეთ აი იმ სექციაში. კარგი, მადლობა. აუ კაცო, მარიამი ხარ ქვიათ რომელიმე ეს. არა? კი. კი. სელფი შეიძლება? არა. კი, ვითხარი. სელფი შეიძლება რომ გადავიღოთ, რაღაც ჩელენჯს ვიღებთ და თუ ძალიან არ შეგაწუხებთ. რა მე ვიპოვე უკვე მარია. კაი, ჩვენ გადავიღეთ. ვიცა? აუ ძალიან დიდი მადლობა, შენ დამეხმარა მე ძალიან. როზო ყარელი მარი ვიპოვე. აუ ძალიან დიდი მადლობა, ჩაგეხუტავი, კაი? ძალიან დიდი მადლობა. კარგი. სულო. გამარჯობა, მარი ხარ ქვიათ რომელიმეს? ფოტო რო გადავიღოთ თქვენთან ერთად თუ შეიძლება, ანუ ჩელენჯი ვიღეთ რაღაც მონაწილეობას და დიდი მადლობა წარმატებები. და ერთი. მარი, დაგასწარი. შენ არ პასუხობდი. ერთი. აი, ჩემი მარიამი. სელფი მარისთან ერთად, მარის. სად არის მეორე მარი? 6:32. პირველ ჩელენჯი შენ მომიგე, მაგრამ მეორეში ახლა გავათანაბრეთ ერთით-ერთია და ძალიან დაიძაბა სიტუაცია რა. ახლა გადმოვინაცვლეთ ექსკავატორთან. პირიქით უნდა ავიდეთ. საპირისპირო მიმართულებით უნდა ავიდეთ. ჯეირანი. კაი, ჯეირანი. პირველი მარი შეხა სტუმარს დავუთმე. კაი, სომი. რა პრობლემა მეკო? მაპატიეთ? მე თორა სირცხე და გაჩერდა აღარ მის. მგონი არასწორად რო დავდივარ მაგითო. მაპატიეთ. ლამის წვილი მომიმტრია. მაპატიეთ. სო, ეხა ძალიან შემეში და მარის მერე, მაგრამ მეც უნდა ავიდე. ვაიმე, აქ როგორ ავიდე? აუ ბოდიში რა ძაგთხოთ. ძალიან ჩელენჯი მაქვს რაღაცა უნდა ჩავაბარო. მე უკვე ძალიან კარგად მივდივარ რა. ვაიმე. ხალხი როგორ მიყურებდა ეს გიჟივინა. აი, ჩემს გამბედაობას საღოლ რა. სო, აი, ესე უნდა იაროთ ესკალატორზე და არა პირიქით. ძალიან დავიღალეთ და ისე შევასრულეთ, რომ ყოჩაღები ვარ. ორივეც გამარჯვება გვეკუთვნის რა. ეხლა არის უკვე 2-2. გადმოვინაცვლეთ ბოულინგ სივრცეში, სადაც შევეჯიბრებით ბოულინგში, მაგრამ არ გეგონოთ, რომ მხოლოდ ბოულინგში შევეჯიბრებით და რამე თავსატეხი არ გვექნება. ჩვენ თვალ ახვეული უნდა შევეჯიბროთ ერთმანეთს, ვინ უფრო მეტ რა ქვია რა? ვინ უფრო მეტ წაგს. მარი დაიწყებ? ჯეირანი. ჯეირანი. რაღაცა დიდი თავი ხო? აბა, აი ბურთი სადა? მარი გენდო? არა. უებხა. უფრო მძიმე. აი შეგიძლია გაუშვა. აი მე რართულია. ბრავო. რაც მთავარია, ძართული იყო. შემდეგი არის მარი. აი ასე დადექი. სო, კარგად ხარ? ნახე. დი, აი აქ. ნახე, დაგეხმარო. აქ ეს ერთი. მარი, ბრავო. თავარია წავიქეცი. თავარია ცოცხლები ვართ. ჰოპ ნანინა, ჰოპ ნანინა, ჰოპ ნანინა. მარ, ხალჩა.
ხედავ სპონსორებს. სპონსორებო, სად ხარ? $2,000 years later. იქ ჩაწყობილი იყო. სად? ჩააწყვე შენ და გამოიხედა მე დავინახე. ჩემ თავს ვიცავარ არ გამომიხედა. დიდი წვალების შემდეგ როგორც იქნა, აი ამას ერქვა გარტყმა. გამიმართლა და გავარტყი რა. და ანგარიშია 3-2. ეხლა გავარკვევთ თუ ვის უფრო ძლიერი დარტყმა აქვს და ჭანი აქვს ვის ქმარს უფრო უნდა ეშინოდეს. ჯეირანი. დაიწყებს მარი. წავიდა მარი. ყოჩაღ მარი ბესოს უნდა ეშინოდეს ნამდვილად. ეს აჩვენეთ ბესოს. Run! 2966. მე წავალ საქმე. 4-3. ბესო, run! 8000-ზე რა დაარტყი გოგო. ეხლა არის ანგარიში 3-3 და ბოლო გადამწყვეტი ჩელენჯის დროც დადგა. თვალახვეული უნდა ჩავიდეთ მეორე სართულიდან ქვემოთ და გავაგნოთ მოლის გასასვლელს. ჯეირანი. ჯეირანი. მარი იწყებ. გასასვლელი საითაა ნეტა? ვინმე ღვთისმიერი გამოჩნდება და დახმარებასაც შემომთავაზებს, მაგის იმედი დიდად არ მაქვს, მაგრამ მაინც. აბა წავედით. ვერთო აქ რა ხდება? აუ, რამო ვერ ხედავ ვერაფერს სათხარ. რა მარტივია რა უნდა აქედან გასვლას ვერ ხვდები რა. რამო? ჩემთან ახლოს იყავი რა? მეც აქ ვარ მანე. რომ შეასკრები მერე გეტყვი. სადუა? აუ, სადუა? აუ, ვინმე არ დამეხმარებით რომ გარეთ გამიყვანოთ? სად ეს რომელი შენობაა? რაღაცა შვაში ვარ აშკარად. მზეს ვხედავ მგონი. მარიამ, ყავის დასალევად მიდიხარ? ყავის ადრესი. კარგი ნებდები? ყავის დასალევად მივდივარ, ცოტას გამოვიჭყიტები რა. კაი, სამოით. მზეს ვხედავ მგონი. კაი, სწორე. სრათო. ბოლოს დავეჯახე ამას. დიდხანს შევოდი, საერთოდ არ. ეხა მარის დროა. მე ძალიან გამიჭირდა. ხან მაღაზიებს დავეჯახე, ხან სტენდებს, ხან ყავის დასალევად შევდიოდი თურმე. ბოლოს მართლა ძალიან რთული ჩელენჯი შევარჩიეთ. სო, მიდიხ. მივდივარ. შენ არ გაფიშვე. იქნებ დაკალობა, მეგობრობა, რა ვიცი რამე. ესე იგი ვიცი რომ უნდა ვიარო წინ. წინ თუ ვივლი გავალ. მეშინ მაპატიეთ თუ ვინმეს დაგეჯახეთ. წინა აი მე მარი. კარგად მიდიხარ მარი. ეს აშკარად აიცაში შევდი. გეხოცებით რამეს არ შევასკდე. მზეს ხედავ. ადამიანი არ არის ვინმე გარეთ რო გამიყვანოს? ხო შეიძლება რომ სხვამ გამიყვანოს. ხო მაგრამ ვის ხო? Hello. How can I help you? Yes, please, if you can. Can I help you? I need to go outside. Outside? Yes. On which side? Outside. აუ, აჩია მარი, აჩი გელაპარაკი.
მიდიოდა. ჩემმა ოპერატორმა მოახერხა. ეგონა რომ ვიღაცა ვნახეო და გამიყვანს გარეთო. რა დამპლობა. მიდი მარი, კარგად მიდი. 30%-იანი ფასდაკლებაა სხვათა შორის. ამირიე. სად მივდივარ? ეხა თუ წრეს ვარ, გავგიხდები. აუ მიმართულება მაინც მომეცით. უკან უნდა წახვიდ. ახლა მან თუ მოვედი. აი რაღაცა მზეს ვგრძნობ. აუ არ შევანწყნე. ნელა. ღმერთო რა კაია მიწა, ღმერთო რას ნუ დამაბრმავებ. მიწას უნდა ვაკოც. ანუ გეშინია რომ ვინმეს არ დაეჯახო, სადმე მაღაზიაში არ შეხვიდე, ფეხი არ წამოიკრა. არც არავინ დაგვეხმარა. ეხა მე ვიცი რომ შენ მოგიგე. ეხა ბოლო ჩელენჯი წარვი. რა ქენი ამ ხელა ამბავი შენ ანუ წაგებისთვის გავიარე შენი აზრი? მე Calvin Klein-ში არ შევსულა. და მინდა რომ ეხა დაგემშვიდობოთ, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ჩელენჯები გავაკეთეთ, მე ვფიქრობ, ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი. გამბედაობა სჭირდებოდა და აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ჩვენი არხები, მარის TikTok-ი და Facebook გვერდიც ან რავი, Instagram-ის ყველა პლატფორმა რაც აქვს და ასევე ჩვენი მემოფანის გვერდი და ჩვენი TikTok გვერდებიც. აბა მარი, მადლობა მონაწილეობისთვის. მადლობა შენ. ძალიან მაგარი გოგო ხარ, გისურვებ წარმატებებს. მემოფანის მეორე გადაცემაში მქონდა გათამაშება, სადაც კომენტარებში უნდა დაგეწერათ ერთად ვნახოთ და გამოვლინდებოდა გამარჯვებული, ვინც მოიგებდა აი ამ ნივთებს. ეხლა ეკრანზე გამოჩნდება თუ ვინ გაიმარჯვა, ეს სპეციალური აპლიკაციით გამოვალეთ გამარჯვებული, ჩვენ არაფერი არ გადაგვიწყვეტია. ეხლა კი გამოჩნდება ის იქმიანი, ვინ არის. სალომე ჯაიანი. გილოცავთ თქვენ მოიგეთ იფსის აპრილის ეს ყველა ნივთი, 5 ნივთი და აუცილებლად მოგწერეთ და გადმოგეცემათ ეს ნივთები. გილოცავთ კიდევ ერთხელ. ეს თქვენია. ამ ხელა ქარი იყო ჯო. იმ ხელა ქარი იყო დრონი მივახეთქე შენობაში. ნუ აშენებთ ამ ბათუმს, ცოტა 1 საათული არის ახლები აშენე, რა თუნდა ამდენი შენება. რა ვეხედავ? მეორე და არ მითხრა დრონი ყავენ თუ არა და თუ იფრენ და დრონი არ შედის შო. იმ ხელა ქარში ხალი იყო, კაროჩე რომ მეზობლის სტუმარი ჩემთან მოვდა. შენებლობის ბუმია ბათუმში, კაროჩე. ყველაი მეორე ადგილზე შენებლობა. ჯერ შენებლობა კაი, მაგრამ ისეთი პატარა ბინები აქვე, კაროჩე რომ ამასი მივეიერთ ახლობელთან. ტუალეტში გააკვა ბალკონზე ისმის, შო მაიბინა. მაიაბინა, ბინაჯო. ადრე თქვენ რომ ბინებს ყიდულობთ და რაც ხარ თელამბავში ხარ, მაგ ხელა ფეხზე ჩასაცმელად გინს ოთახს აკეთებდნენ მადრეჯო. მაი რა ბინა. სტუმარი მოვა შენთან ვერ ამოვა. ბალკონზე და გეხვიდა და გამარჯობა და წევა. ისე ღმერთმა ყველას ოჯახი მოგცენ, არა კაც მეტიფული და უჭირს, ხომ ხედა უჭირს. მე ახლა დრონი დავიყიდო, ბინას მაგიტომ პაწას ყიდულობთ, არა დრონის პასი კი ღირს ბინა ეს. კაი, ქარს თავი დაანებე, რამდენი ტურისტი ჩამოდის კაროჩე. ქვეყნის ტურისტი ეისო საცობი ხომ მაგათ გამოვა და ეს კაროჩე ეს ტურისტები უფრო ექსტრემალურად გიდებში და წეუყვანოთ ჩემი აზრით. ახლა ჩერნობილში რომ დაყავენ და რაღაცა ხომ იცი, მაგ მაგფერი რა, მე ვგონოთ. ვაფშე მაგარი იდეა მაქვს. ხოფის ტუალეტში წეუყვანოთ კაროჩე ტურისტები. მაგაზე ექსტრემალური და საშიში რა ხარ? კუმისელი რეიკი მგონი მაკედანაა წარმოშობით. ეს კუნძულს აშენებთ, კაი, გევგერო, კაი, არა, შენდება, კაი, მაგრამ თულა იწვალოთ ჩემი აზრით. დელოდეთ ზაფხულში იმფერი გაწვინდება, რომ ყველა მეორე ქუჩა თუ კუნძული იქნება, რა თუნდა მაგას შენება, ჩო? ისე ერთი კუნძული კიდე ქობულეთშიც ავაშენოთ, ოღონდ ცოტა მტკაველი დიდი დაიყოს. უფრო გუსტორდებიან ქობულეთლებს. ისე ახლა მე თუ ქორწილებს არ შევეხე, ხომ არ შემიძლია და ენა მისით ლაპარაკობს. ზოგი პათარძალიჭო იმ ხელა კაბას იცვამს, რომ სიძე რომ მაიწე იყვანოს C კატეგორია უნდა პრავაში, მაგას მაგ ხელა კაბას მართვა არ უნდა. ცოტა პატარა კაბა შეიცვით, რომ მე ჯერ მანქანაში შეეტევი რაც ხა. იშალანდასავეთა აკაბა და დააქვენიკეთ აქ. ისე პრობლემა არის კიდე წვიმები რა, ქორწილში რომ წვიმაა და რაც ხა და ვერ მიდიხართ ვერსად. მე ვფიქრე მაგარი. აი კაბა დიდი ხომა. 1 2 3 3 კაბა რომ ერთმანეთს გადავაკეროთ, თლიან ბათუმს გადაუხურავთ. გადავხუროთ ბათუმი და ყველა არ გაწვინა, სადაც გინდა იქ წახვალ მე, გინდა გარეთი არე და გინდა შენობაში. აი კიდე მოდაში ახლა ინფლუენსერი, გეგი ინფლუენსერი, ჩვენ დროს აიყო ინფლუენსერი. მე მეგონე უფრო მაგარი სახელი. ინფლუენსერებს დავარქვა, ახალი კატეგორია ინფლუენსერების, მუქთახორები. მუქთახორები დავარქვა, მე ჩვენ გადავწყვეტ კაროჩე რეკლამების კეთება. მუქთახორები ვარ. უფასოდ გვაჭამეთ, უფასოდ გამოგიგზავნეთ ყველაფერი. ჩვენ მარტო ჭამთ და ფულით დაგვიმატეთ კიდე ზემოდან მაგაზე. გამოაგზავნეთ არა პრობლემა. იმფერ რეკლამას გაიგეთებთ რომ შეიძლება ხელებიდან წაგახდენ თქვენი პროდუქტი, იცი? კიდევ მეორე თემა ქორწილებში და მაინც ქორწილებს ვერ შევდები. ჭამ კვამს რომ უშვებთ ქორწილებში. კვამს უშვებს რავი მატორი, სახანძრო, სამაშველო, რა ვიცი, გრუჩიტელი. თქვენ რომელი ხართ? რა კვამლი იმიტეხეთ, ჩო? სამაშველო ოპერაცია ხომ არა? აგერ ვარ მიპოვეთ. აი, სქესის გაგების ცერემონიალი. სქესის გაგე რომ მოიწერებით უნდა დააყოლოთ ცერემონიალის გადაღება. სქესის გაღება რა ღირს რომ ეხოსკოპისტი ხომ არ ვარ?
წე ექიმთან გეშინჯე და გაარკვიე სქესი. მე ვიღებ ვიდეოში. გინეკოლოგი ვარ, წე იგე სქესი და მე გადაგიღებ და რა თუნდა მაგას. კიდე მეორე თემა, საპრობლემო ბათუმში. ალბათ არ დაგახტე. ვინც ხარ, კაროჩე, თეთრი კალათი ვისაც შეეტია, ყველა ექიმი გახდა. დაანებეთ ამ ექიმობას თავის. რაც ხარ ხადავში კი გახდი, ექიმი ნუ გახდები რა. ხალხი გენდობა და შენ ექიმი ხდები, რა ვიცი, რისკია ბატაი. შენ ყასაბი ხომ არ გონია შენი თავი. ექიმია და ცოტა პასუხისგებლობა უნდა მაგას. ჩემს თავით კი არ დაებრაყუნო. კიდევ, ახლა მოკდები ჯანდაბას, მაგრამ აი ტირიში რომ ყვავილებს იდაჭო, 5 კამაზი ყვავილია თავდა. არო მიტან წამეიღე თუ კარო, აღარ იცი საწე იყოს იმანჯო და ჭირის უფალმა. ხან ბალკონის მოაჯირზე აკრავს, ხან კიბეებზე აკრავს, თავი მავზოლეუმში გეგონება რომ მიხვალ. ბოლოს 25 წელს თვითონ კნარი გამოაცხადებს რომ ვეღარ ხედავ და აღარ მეიტანო ყვავილიო. რა იქნა ჩო? თყოლაი ბელას უხდი და ახლა ამაზე ხუმრობა არ შეიძლება, მაგრამ ნუ მიწყეთ, ამაიც ხუმრობ. კიდევ აი ჯასტინ ტიმბერლეიკი ჩამოდისო და ჯასტინ ტიმბერლეიკი დააშტით ბილეთებს ყიდულობ. რამბავია ჯორპატი კაი კაცია, რაც უნდა მაგა ჯასტინ ტიმბერლეიკია რა. რომანას მუსმინე ქორწილში მიდი, რა თუნდა ჯასტინ ტიმბერლეიკი ნაკლებად ღერის. იმ ხელახ მაგ ბათუმში რომ იმღეროს თბილისში გეიგონებდა. რა თუნდა? ისე მაგით არ ღირსი აფიცი ქორწილში და მიხვიდე $100 და დაწერო და ტიმბერლეიკის ბილეთი უფრო აფიჯდება მგონი. კიდევ ახლა ყველა რაც ხასი წერს კი, გამოწერა. უბნის მაღაზიაში რაც იყიდება იმასთან მუდარა გამოგაწერიეთ, შეიყიდებობაში რა. გამეიწერეთ ბოლო, გამეიწერეთ კაი ჯანდაბა. ჩვენი ახის გამეიწერეთ და გამეიწერეთ ოღონდ ახლა მოგთხოვს ვერაფერს გამეიწერეთ, რაც ღილაკი ყოფილა subscribe თუ რა არის? subscribe. გამოწერა კაროჩი. ღილაკს დააჭირეთ, მე მოფანი. აი შე მოვჩი ახლა ეყოფა წევე ეს დრონი გავაკეთოთ რა. ასახან ელემენტიც დავკარგე. 10 შეჭო. ამას ამი აღარ ეშველება. ჰელე თემუდა გამომაწერიელე. 10